გამარჯობათ მეგობრებო, მე მინდა დღეს გესაუბროთ AK-47-ის შესახებ. AK-47 მისი შემოკლებული სახელია, რაც ნიშნავს ავტომატ კალაშნიკოვა ობრაზცა 1987 წლის. წარმოადგენს საბჭოთა მიერ შექმნილ იარაღს, საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ იარაღს, მოიერიშე შაშხანას, რომელიც წარმოებულია 100 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი. და მსოფლიოს 55-ზე მეტი ქვეყანა იყენებს ამ იარაღს თავის შეიარაღებაში. აბსოლუტურად პლანეტაზე სადაც კი ცხელი წერტილია, ჩვენ შევხვდებით აუცილებლად ავტომატ კალაშნიკოვას. ეს იარაღი ძალიან საიმედოა, ძალიან მინიმალური შანსი აქვს იმისი, რომ გაჭედოს. ანუ მაღალ დონეზეა დამუშავებული ყველაფერი. ის ფაქტიც ცნობილია, რომ 1939 წლამდე მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის მეცნიერები მცირე კალიბრის ვაზნის მქონე იარაღის შექმნაზე, მაგრამ როცა გერმანიაში გამოჩნდა PM-44, გაჩვენებთ, აი ეს არის PM-44, უკვე გადაერთვნენ იმაზე, რომ იმაზე დაბალი კალიბრის შაშხანა შეექმნათ, მოიერიშე შაშხანა შეექმნათ, ანუ PM-44 იყო 7.92 მმ-იანი. ავტომატ კალაშნიკოვა 47 დღემდე ინარჩუნებს თავის პოპულარობას და არ კარგავს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც იყენებდნენ, ისევ იყენებენ ამ იარაღს. ამის წინამორბედი იყო SKS-ი. SKS-ი არის აი ეს, მაგრამ ეს უკვე ის არისო, ანუ მოიერიშე შაშხანა არისო. ეს ჩვეულებრივი კლასიკური კარაბინი იყო. და 1947 წლიდან ვითარდება ეს ჩვენი AK-47. გადავიდეთ ახლა მის კალიბრზე. კალიბრი აქვს 5.55. სხვა რა მონაცემები გააჩნია, პირდაპირ სროლის მანძილი 440 მეტრი, დამიზნებითი სროლის მანძილი 1000 მეტრი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არ არის რეკომენდირებული 300 მეტრზე იქით სროლა, იმიტომ რომ რთულია 300 მეტრის იქით მორტყმა. სწრაფ სროლა აქვს 650 ვაზნა წუთში, საბრძოლო სწრაფ სროლა აქვს ავტომატურზე 100 ერთეულებზე 40, სავაზნე კოლოფის ტევადობა აქვს 30, ტყვის საწყისი სიჩქარე 900 მეტრ/წამი, ლულის სიგრძე აქვს 415 მმ, ლულის გარანტირებული წვეთა მედეგობა, ანუ რამდენ გასროლასაც გაუძლებს, მინიმუმ გაუძლებს 10,000 გასროლას. ავტომატის ზომებზე გადავიდეთ ხიშთანის გარეშე. სრული სიგრძე 953 მმ აქვს, დაკეცილი სიგრძე 700 მმ, სიმაღლე სავაზნე კოლოფის გარეშე 19.5 მმ, სავაზნე კოლოფით 26.4 მმ, სიგანი აქვს 70 მმ, დაკეცილი კონდახით არის სიგანი 98 მმ,
ავტომატის მასა ვაზნების გარეშე 3 კილო და 600-ია, ვაზნებიანად 3 კილო და 900. ცარიელი სავაზნე კოლოფი იწონის 215 გრამს. ტყუის ფრენის მანძილი აქვს 3150 მეტრი, მომაკვდინებელი ძალა აქვს ტყუიას 1350 მეტრზე. სულ ეს იყო მეგობრებო დღეისთვის.